ირაკლი ბენდელიანი თბილისის მერის მოადგილე გააკეთებს განმარტებას და მის განცხადებასაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სამწუხაროდ დადასტურდა, რომ კიდევ ერთი ადამიანია დაღუპული ნგრევის შედეგად. როგორც ვიცი, დაიწყო მოქალაქეებთან კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრობენ ამ საცხოვრებელ კომპლექსში, რომ მოხდეს მათი გადაყვანა და კი ბატონო, სამწუხაროდ დადასტურდა მეორე გარდაცვალებაც, ზიარებ გარდაცვალებულის ოჯახს. ესე იგი, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა. კი ბატონო. დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის რასაც მერიას თავაზობს და მუნიციპალიტეტის თავაზობს მოსახლეობას მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიული არის შენობა ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ამ ყველაფერს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას თავაზობთ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. ჩვენ უზრუნველყოფთ, გადავიყვანოთ სასტუმროებში ეს ხალხი, დროებით საცხოვრებელი დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა ნაგებობის დემონტაჟი, ახალი სახლების კორპუსების მშენებლობა და გარემონტებულ ფორმით გადავცეთ ეს მაცხოვრებლებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს შემთხვევა, ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული ფაქტები. თქვენ ხარ რომელი გირჩევნიათ, გქონდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია თუ არ გქონდეს? და აი ახლა შემობძანდით, ახლა ერთი წამი დამაცადე რა, პასუხი გავხსე რა, დამაცადე პასუხი გავხსე რა. ხვებით მეკითხები და პასუხი დამაცადე. როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ხვალ დილითვე, ვინც დაინტერესებული პირები იქნებით, ყველა შეგვიძლია შემოგატაროთ სასტუმროებში და განახოთ ის ოჯახები, ვინც გასულები იქნებიან. და კიდევ ერთხელ გეუბნებით. ყველა აი ხა ერთი წუთი დამაცადეთ, ერთი წუთი დამაცადე, არ მაკითხავს ისო და პასუხს არ მაკითხავს. მოქალაქეები გეკითხებიან. აი ნახეთ, აი ერთი წუთი რა. ეხლაც აი ამ წუთის მდგომარეობით, ხო იცით რა შემთხვევა მოხდა? 3 ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კითხელ ვამბობ. პასუხისმგებლობით მიუდგეთ ეს კითხებს. რათა ესეთი უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. ჩვენ ყველას მოგაწვით ინფორმაციას და ყველა თითოეული მოსახლე შეგეძლებათ ნახოთ სასტუმროებში და გადაამოწმოთ როგორ პირობებში იქნება